მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ადგილზე არის სამწუხაროდ მძიმე სიტუაცია. ქვეყანაში თქვენ კარგად მოგეხსენება ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ამაზე უპირატესი, ამაზე მნიშვნელოვანი დღეს, რომ მშობლები ეთხოვენ წამალ საკუთარი შვილებისთვის, ამაზე პრიორიტეტული არაფერი არ არის და ბუნებრივია ჩვენ ვართ აქ მოსული სოლიდარობის გამოსახატად. იცით რა არის, მე არ მეგულება წამალი ბუნებაში, რომელსაც რაღაც გარკვეული უკუჩვენება არ აქვს. ნებისმიერ წამალს აქვს ეს უკუჩვენება, გასაგებია, მაგრამ როცა წამალი დატესტილია უკვე ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა ამაზე საუბრობენ მშობლები, საკუთარ შვილებზე მეტად ეხლა, როგორც ამ მშობლებს უნდა საკუთარი შვილების სიკეთე, ესე ვერც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ენდომება, ვერ ჯანდაცვის მინისტრს და ვერავის. ხო, ბუნებრივია, ყველაზე მეტს ეს მშობლები ფიქრობენ, ყველაზე მეტ ინფორმაციას ეს მშობლები აგროვებენ, ესენი მოიძიებენ, ესენი არიან შეიარაღებული არგუმენტები და ფაქტები და როცა მშობელი იძახის, რომ ეს წამალი დატესტილია, ამ წამალმა კონკრეტული შედეგები მოიტანა, თან ეს არის რაღაცა მოწყვლადი სოციუმი, ხო ერთმანეთთან კავშირი აქვს, ეს ინფორმაციები იცვლება, ნებისმიერი ბავშვი, რომელიც წასულია საზღვარგარეთ და გარკვეული შედეგი აქვს მიღებული, ბუნებრივია უზიარებს ამ შედეგებს იმ მშობლებს, რომელსაც ამის შესაძლებლობა საქართველოში არ აქვს და ეს ინფორმაცია მოდის ამ ხალხამდე და ბუნებრივია, რომ ეს ხალხი ითხოვს ამ ყველაფერს. და ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ადამიანი ვერ წყვეტს, ხო, რამდენი ხანი იცოცხლებს, მაგრამ ადამიანი წყვეტს იმას, როგორ იბრძოლოს თავისი სიცოცხლისთვის, თავისი ჯანმრთელობისთვის და დღეს ეს ხალხი მიიჩნევს, რომ ეს არის ის ბრძოლის გზა, რომელიც მათი შვილებისთვის არის უკეთესი და სახელმწიფო უნდა წამოვიდეს ეფექტურ კომუნიკაციაში, უნდა ესაუბროს ამ ხალხს. იმასაც ამბობს ეს ხალხი, ვაი დავწყდეს და ვისაუბროთ, ჩვენ ფაქტებს დავდებთ, თქვენი ფაქტები დადეთ, აქ ხო არ არის რაღაცა. ამ დღემდე არ აწყობდა და ნიკა ძალიან საინტერესო დეტალი არის. იცით ახლა ეს პოლიტიკური თემისთვის არ ვსაუბრობ ამას, ფაქტი არის. აი, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაჟინებით მოუწოდეს ჩვენს მთავრობას, მე გიყვებით ამას სანამ ეს 2012 წლამდე ძალიან საინტერესო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მთავრობამ და სთხოვა მათ, რომ C-ჰეპატიტის პრობლემა გვაქვს სერიოზული ქვეყანაში და თუ შეძლებთ ამაში დაგვეხმარეთო. დამეჯერეთ რა 1.3 დაუჯდა ამერიკას საქართველოს C-ჰეპატიტი დაანულეს თითქმის. ეს ხდება რატომ? თუკი კომუნიკაცია გაქვს იმ სახელმწიფოსთან, ნებისმიერი გინდა ამერიკა, გინდა კანადა იყო, გინდა ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ცივილიზებულად და მე თუ მკითხავთ გულწრფელად სთხოვთ გასაჭირში დახმარებას, უარს არავინ არ გვეუბნება ჩვენ. მე მართა მეკვირს, რა შეჭდა ჯორჯს ჯანდაცვის მინისტრი, კაცო, აქამდე არ უნდა მieყვანა საქმე. 100 ბავშვი არაფერი სერიოზული ციფრი არაა ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომ მათ გვაჩუქონ ბოლო-ბოლო ეს პრეპარატი და არ ვიცი ახლა თუკი C-ჰეპატიტზე ეს განხორციელდა და ფაქტიურად დაანულეს გეუბნებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დაბალი პროცენტი C-ჰეპატიტსა საქართველოშია, იმიტომ რომ სწორი ნაბიჯები გადადგა იმ დროინდელმა მთავრობამ. მე აღარ მახსოვს მაგრამ ბატონო დავით, განსაკუთრებით გულსატკენი რაც არის, აქ გაჟღერდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაღაცნაირად ირიბად, მაგრამ გაჟღერდა არგუმენტი, რომ თითქოს ეს დაავადება განუკურნელია. საუკუნეების წინ, წლების წინ ძალიან ბევრი დაავადება იყო განუკურნელი, რომელიც დღეს საბედნიეროდ განკურნებადია და ადამიანები ჯანმრთელები ხდებიან. ხო, იგივე ავიღოთ, არ ვიცი, ჭლექი და კიდევ ბევრი დაავადება, ახლა აღარ მე ამ დეტალებში შევიდე და რო ვითარდება ეს სამყარო, მედიცინა ვითარდება, შესაძლებელია ეს დაავადება, რომელიც დღეს განუკურნელია, ხვალ იყოს განკურნებადი და ამიტომ ეს 2 წელი, 3 წელი, თუნდაც რა ვიცი, თვეებია, ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კაცმა არ იცის ხვალდაზე რა ხდება. ამიტომ ამ იმედის ჩასახვა, ამ იმედის დატოვება მშობლებისთვის, რომ ხვალ ზეგ შეიძლება მათ შვილებს ეშველოთ და მათმა შვილებმა ფეხზე გაიარონ, გამთელები იყვნენ, დიდხანს იყვნენ საკუთარ ოჯახებში. აი ამ იმედს არ უნდა უსხლოვდე და არ უნდა ეუბნებოდე, რომ ეს განუკურნელია. ამას არაფერი არ ეშველება. ეს იმიტომ რომ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის პრაგმატულადაც არასწორია, ადამიანურადაც არასწორია და არანაირ კონტექსტში არ ჯდება, იმიტომ რომ ხვალ კაცმა არ იცის რა ხდება, ხო წინ ვითარდება სამყარო, მიდის აგერ მარსზე მიდის ხალხი და არ ვიცი მთვარეზე და იქ რაღაცა კოლონიზაციას ვაპირებ, ხო და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. შეიძლება რომ მედიცინაშიც მოხდეს მსგავსი გარღვევები და რაც დღეს განუკურნელია, ხვალ შეიძლება განკურნებადი იყოს. ესეთი პრეცედენტები დამეთანხმებით სოფლიო მედიცინაში არაერთი არსებობს. სხვათა შორის რა მინდა იცით ნიკა გითხრათ, ახლა მე ამ იმას რა ქვია, ყობახიძეზე, აი მართა ვფიქრობ რომ არ არის ეს ბიჭი სერიოზული, თორე როგორ შეიძლება 100 მშობელი გეხვეწება, შემხდიო და არ ხდება.
დააპირდეს მაინც რაღაცას, ან მათი თანდასწრებით რაღაცა კომუნიკაციის არხები სასწრაფოდ გაიყვანოს. ამერიკაშია ეს ყველაფერი, იქ ფაქტიურად და ჯანდაცვის დონე ძალიან მაღალია, ევროპაზე მეტი უკეთესიც კი არის და მიემართა მას, მისთვისაც ხო კარგი საქმე იქნებოდა ეს და რატო დაემალა? არიციან პოლიტიკა, არიციან. ბატონო დავით, მოსულია ახლა ეს ხალხი მთავრობის კანცელარიის წინ და უკვე მესამე დღე არის ხო, უკვე 24 საათიან რეჟიმში არიან და არაფერი არ უდგას წინ კომუნიკაციას, აი ძალიან საღი მოტივირებული ადამიანები არიან საქმიანი საუბრისთვის და ბრიფინგებით კი არ უნდა ელაპარაკო და პრესკონფერენციებით ამ სადაც მარტო დადგები საკუთარ კედელში რაღაც საკუთარი პარტიული ბანერის წინა განცხადებებს გააკეთეთ. უნდა გამოხვიდე და ელაპარაკო და გეუბნებით საღი გონიერი ხალხია, რომელსაც აბსოლუტურად ადეკვატური აღქმა აქვს თავისი გარემოსი საკუთარი პასუხისმგებლობის და ეს ხალხი გაჯიუტებული კი არ არის რაღაცა თავის იმაში ხედვებში. ეს ხალხი იბრძვის საკუთარი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის. ეს არის პირდაპირ სიყვარული საკუთარი შვილების. ბუნებრივია რომ იბრძვიან და რომ გამოვიდნენ, აი დარწმუნებული ვარ რომ შესაძლებელია გამოინახოს ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც რაღაცა ეს ხალხი ცოდუა, ხო ერთი მხრივ ამ ბავშვებს უნდა უპატრონოთ, ყურადღება მიაქციონ, მეორე მხრივ აგერ ღიაცის ქვეშ უნდა ათენებდნენ და აღამებდნენ და აი არ ვიცი მართლა წარმოუდგენელია რანაირად შეიძლება რომ ეს ხდებოდეს, როგორ არ უნდა გამოიძებნოს ხელისუფლებაში ერთი ადამიანი ისეთი, რომელიც გამოვა და ელაპარაკება, მოეთერება, რაღაცნაირად ეცდება რომ ეს ხალხი დაამშვიდოს, დააწყნაროს და იმედი ჩაუსახოს და თქვენაც ბრძანეთ ხო ეხლა ერთი ბავშვიც რო იყოს ეხლა რაოდენობა მესმის თქვენ სხვა კონტექსტში ბრძანეთ, მაგრამ 100 ბავშვი ხო 100 ბავშვიც რო არის ხო სავსებით შესაძლებელია, ბუნებრივია ეს არ არის რაღაცა კოლოსალური თანხები. ერთ ჩინოვნიკს ამოუღეს ეს თანხა სეიფიდან ეხლა რაღაც ეს მინდოდა გამესვა ამაზე ხაზი არ უნდა დამალოდა პრემიერ-მინისტრი ეგრეთ წოდებული. უნდა მიეღო რაღაცა ზომები, უნდა მიეღო სხვა შორის ერთ დეტალს მოგიყვებით ნიკა ეს პოცდამის ის რო იყო შეხვედრა თუ გახსოვთ სამი გამარჯვებული ქვეყნისა იქ სტალინთან მივიდა ჟუკოვი იყო იმის საოკუპაციო ჯარების სარდალი გერმანიისა აღმოსავლეთის ნაწილისა ხო იქ დაიყო 4 ნაწილად და რას ხოვა იცით ჟუკოვმა სტალინს ძალიან ცუდ დღეში არიანო ბერლინელებიო რატომაო და არა აქთო ყავაო ჩაი დალიანო ჩაის არ სვამენ გერმანელებიო და რა უნდა გავაკეთოთ უნდა ვიყიდოთო და $180,000 უთხრა იმან რა ქვია ჟუკოვმა და გამოუყავით სასწრაფოდ გერმანიის მოსახლეობას, ბერლინის მოსახლეობას ყავისთვისო და $180,000 თან გაჭირებული მდგომარეობა ყოდა საბჭოთა კავშირს და მეორე დღეს უკვე ნაყიდი იყო და მიუტანეს გერმანელებს ყავა და დაშოკილი იყო მთელი გერმანია ეს დოკუმენტური ფაქტი არის მე არ ვაზვიადებ და რა მოუვიდოდა ამ კობახიძე შეხვედრო და ბოლო იცი აი რაღაცა პირდაპირ არხი გაება ნებისმიერ ფარმაცევტულ ცენტრთან თუ კი ამერიკაში ამას აწარმოებენ და პირადი თხოვნით ამ პირადი გარანტიით 100 ბავშვის წამალი პრეპარატი მოეთხოვა ამას უნდა რა იცი აი მოყვა სიყვარული არა აქვს მაგას თორე არ შეიძლება დამოკიდებულებაზეა საუბარი რომ მშობლებს არ მოუსყო არ დაუკარგო იმედი რომ მათი შვილები ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახელმწიფო იზრუნებს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მთავრობა და მე მგონი ეს არ შერჩება ეს ცუდზე ცუდი ნაბიჯია რომ უარი უთხრა მშობლებთან შეხვედრას შეეყვანა 100-ვე მშობელი და ესაუბრა და აი აქვე იყავი და თქვენ და აი და ნახეთ რეებს ვაკეთებ და როგორ ფიქრობ რაღაცა ესეთი ნაბიჯები გადასატმელია როდესაც სახელმწიფოს მთავრობის მეთაური ხარ ბევრი რამ შენ თვითონ რისკზე უნდა იყო მოეძებნა ვინმე რა უნდა დღეს ინტერნეტით მოძებნას ინფორმაციისა რომელიც ამზადებს ამწავლებს დაკავშირებოდა მათი ხელქვეითები და მოეძებნათ ესა და დაპირებოდა საერთოდ არ შეიძლება აი მშობლებს აი ესე უდიერად მოექცე და ემალებინ მე ვფიქრობ ამორალობა ესა და უზრდელობაც კი ამ ჩემი აზრით. არ ვიცი ახლა რა მე როგორც გავიგე რაღაცეების დაპირებას აპირებენ თქვენ თუ ხართ საქმის კავშირში. ეხლა ვესაუბრე მე რამდენიმე მშობელს და ჯერჯერობით ამ ხრივ უიმედო მდგომარეობა არ არის ის კომუნიკაცია რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება მშობლებისთვის ისინი აგრძელებენ პროტესტს არ ვიცი ეს ტერიტორია კიდევ განსაკუთრებით ძალიან ისეთი ტერიტორიაა მუდმივად ორმხრივი
კარიერი და ძალიან გაუსაღლის პირობებშია ეს ხალხი რაც უფრო ღამდება ბუნებრივია სიცივეც იმატებს და მართლა ძალიან ძიმე მდგომარეობა არის და კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს მე როგორც ერთი მშობელი როგორც ერთი ადამიანი და როგორც პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში რომ მოვიდნენ და სცადონ ამ ხალხთან საუბარი და უბრუნონ ის იმედი რომელიც ჰქონდათ რომ სახელმწიფო იზრუნებს მათი შვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და დღესვე დაასრულონ იმიტომ რომ ძალიან ცოდოა ეს ხალხი აი ესეთ პირობებში რომ იდგეს რეაქციის ქვეშ ნიკა არ შემიძლია არ კითხოთ ძალიან საინტერესო მასალა გაქვთ დღეს გამოქვეყნებული და გუწმენდად გეუბნებით ბეჯითად გიმუშავიათ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით წელს სამთვეში საგზაო მოზაობის დარღვევისათვის და ჯარიმებისაგან ხაზინაში 80 მილიონამდე ლარი შევიდა ფანტასტიკური უზრდელობაა და ცინიზმია რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება სამთვეში 80 მილიონი შეიტანეს ამიცი ახლა ეს დეტალურად ახლა აღარ მინდა ჩამოვყეთ თუ გნებავთ თქვენი საუბრეთ ეს არის თქვენ აქ ძალიან კარგად გიწერიათ რომ ბიუჯეტის შევსების რესურსები აღიქვევენ მოქალაქეებს არა ეს რესურსი შევსება კი არა უსიდისო დაბეღრა არის მოქალაქეების ბიუჯეტში ფული უნდა შევიდეს საწარმოებიდან და არა ჯარიმებიდან და ძალიან კარგად აი მე თუ გითხრათ ტექნიკურად გადაუარეთ ამ იდიოტებს 80 მილიონი სამ თვეში აი რამდენი მე თუ გითხრათ ვინც კი მძღოლი არის საერთოდ აღარ უნდა გაიხედონ ამათკენ ამ ხელისუფლებაზე როგორ შეიძლება სამ თვეში 80 მილიონი 4-ზე რო გააბრალოთ 320 მილიონი იქნება წელიწადში და თბილისელებისგან აღებული თანხაა ეს არის ძალიან დიდი უტიფრობა და სითავხედე თქვენი აზრი აი ამ თემასთან დაკავშირებით ბატონო, ესე იგი 181%-ით გაიზარდა, 181%-ით გაიზარდა საპარკინგე ჯარიმებიდან შემოსული თანხა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში 2026 წლის პირველ კვარტალში და ამ თანხამ შეადგინა 5.400.000 ლარი. წარმოიდგინეთ, კატასტროფული, კოლოსალური რიცხვია ეს იმ პირობებში, როცა დედაქალაქში თბილისში ყოველწლიურად კი არ იმატებს საპარკინგე სივრცეები, პირიქით იკლებს. ანუ ერთის მხრივ ხელისუფლება კი ერთის მხრივ ხელისუფლება ზრდის გადასახადებს, ჯარიმებს, საურავებს, მოსაკრებლებს, სანქციებს ადევს საკუთარ მოსახლეობას და აქედან ამოღებული თანხები სად მიდის, კაციშვილი ვერ იგებს, იმიტომ რომ რეალურად საპარკინგე სივრცეები ქალაქში არ იზრდება. ეხლა იმ დღეს მე მიყვარს ხოლმე კონკრეტული ფაქტებით საუბარი, 3 წრე დავარქე მოედანს რომ მანქანა გამეჩერები და პანაშვიდზე ვიყავი მისასვლელი ახლობელი დაიღუპა და უბრალოდ მე გადავწყვეტე რომ გავაჩერებ დამაჯარიმებენ თუ რასაც იზავენ რა ვქნა ეხლა პანაშვიდზე ხო უნდა შევიდე. ანუ მდგომარეობაა რომ მოსახლეობას ხო არ ანუ ჯარიმას რო ზრდი, როცა იყო 10 ლარი გახდა 50 ლარი, ეხლა ხდება 100 ლარი. შენ мотиваცია ხო გაქვს რომ დაჯარიმდი არა? მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეს ჯარიმა აირიდო. ეხლა ვის აქვს იმის ფუფუნება ამ ქვეყანაში რომ 50 და 100 ლარი დამატები ჯარიმებში იხადოს. მაქსიმალურად თავს არიდებს. მაქსიმალურად ამას თავს არიდებს მოსახლეობა, მოქალაქეები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისეთი სიტუაცია, ისეთი არაჯანსაღი გარემოა, საგზაო ინფრასტრუქტურა ამდენად მოუწესრიგებელია, რომ უბრალოდ ვერ არიდებ, მაშინ უნდა გააჩერო მანქანა და უნდა გამოხვიდე და მანქანაც რო გააჩერო და ფეხითაც რო გამოხვიდე, უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა შემოდის, აგერ ვარკეთილის მეტროს ჭერი, მესმის რომ რაღაც საღლიცინო ფაქტად იქცა, მაგრამ ეს ხო ჩვენი რეალობაა. ვარკეთილის მეტროს ჭერი 10 წლის განმავლობაში ვერ გაარემონტეს. ეს ხო მილიონ რაღაცას დაპირდნენ მოსახლეობას, მაგრამ ვერ გააკეთეს. საგზაო უსაფრთხოებისთვის 80 მილიონი ჯარიმა გამოიწერა 80 მილიონი ლარი. გასაგებია რომ წესი არ უნდა დაირღვეს, სახელმწიფო უნდა წესრიგის დაცვაზე მუშაობდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც ვიღებთ, იცი, არაფერი ამ ხრივ არ კეთდება, საგზაო ინფრასტრუქტურა არ წესრიგდება, გადავსებულია ორმოებით მთელი ქალაქი. თქვენ არ იცით, ჩემთვის გამოგზავნილი მოქალაქეები რომ წერენ 10 წერილიდან 90 არის გზების გაუბედურებულ მდგომარეობაზე, რომ ყველგან ორმოებია, უწევთ საპირისპირო ზოლებში გადასვლა ამ გზის საფარის დაზიანების გამო და იქნება ყოველთვის ნაბიჯზე საავარიო სიტუაციები. საბაზისო ელემენტარულ პრობლემებს ვერ აგვარებენ, ორმოებს ვერ აკეთებენ. აქ არ არის საუბარი კაპიტალურ შეკეთებაზე გზების, ხო? შესაძლებელია მიხვიდე და ბოლო-ბოლო აპატიად გამოხატვის
დააკერო ეს გზა რომ რაღაცნაირად გასავალი იყოს და ავტომანქანები მოძრაობდნენ. ამას ვერ აგვარებენ და ამ 3 თვის განმავლობაში ეს 80 მილიონი ლარი რო შემოვიდა, კითხვა ისმის საწავიდა. საბოლოო ჯამში ესეც ძალიან სწორად ბრძანეთ, ჩემსატუშიც ეწერა, რომ მოქალაქეებს აღიქვამენ როგორც რაღაცა დონორებს სახელმწიფოსთვის ამ ჯარიმებით. თქვენ გაიხსენეთ, რომ ეს 6 წლამდე მანქანების გადასახადი რო გაზარდეს, ანუ ბევრი რაღაცაა, მაგრამ აი 6 წლამდე შეიძლება რომ გაზარდო, ხო? აი არ ვიცი, იმდენად ვდიან არაპროპორციული ზრდა არის. მოსახლეობას რაც შემოსავალი აქვს, ხო ამ ქვეყანაში და თბილისში მაცხოვრებლებს რაც შემოსავალი აქვს, აი არ ვიცი, სასწაული უკუპროპორცია არის, იმდენად არის გაზრდილი ეს ყველაფერი და რას ფიქრობენ, რა უნდათ საერთოდ. მე არ ვიცი, აი წარმოდგენა აღარ ამაქვს, უკვე ამას ხალხი როგორ ეგუება. გაზარდეს ელექტროენერგიის გადასახადი, ხო ეს ფასთა კომისია რო შეიქმნა, არ ვიცი, მეჩვენება რომ ფასების შემცირების მაგივრად მუშაობს ჯარიმების, გადასახადების, მოსაკრებლების ზრდაზე, იმიტომ რომ ყველაფერი ძვირდება, ყველაფერი იზრდება და ნაცვლად ამისა არაფერი არ იკლებს. მარტო გაიზარდა პარლამენტარების და მათი შემოსავლები, ხელფასები, თქვენ იცით რომ 10,000 ლარი და პლუს არის მათი შემოსავლები. 10,000, კაცო, ეხლა მეგონა რომ 36,000 მანქანა იყიდეს, მანქანებს ყიდულობენ და თუ მე მას არ იხდია, რა ქვია, იმას ასაკრეფილოა რა. აი რა არის, ოღონდ თვითონ გაძღნენ და ხალხზე არ ფიქრობენ. ეხლა თქვენ ძალიან კარგი ციფრი დადებით, აქ 10 ლარი იყო ჯარიმა დაყენებას, ეხლა 50 ლარი გახადეს. და მეც გეტყვით რა, ეხლა არის ეხლა თქვენ იცით თუ არა, გურამიშვილის ქუჩა არის აქ ჩვენთან, აი ეს რა ქვია, ვეტერანების ის რო არის დაწესებულება. ბატონო. ტოტალურად აი დასაყენებელი იქ არსად არავის არ აქვს და სულ ყველას აჯარიმებენ ყოველდღიურად. აი მოძებნილი აქვთ ადგილები, სადაც ბევრი მანქანა შეიძლება გაჩერდეს და პირდაპირ დადიან ღამის 10-საათამდე პოლიცია აჯარიმებს და აჯარიმებს და 50 ლარი არ არის პატარა ფული, იცი ახლა თუ სადღაც 17 ლიტრა ბენზინი არის და სხვა შორის საზომად ყოველთვის ითვლებოდა ეს ისა რა ქვია, რამდენი ლიტრს ხარჯავს მანქანა და რამდენი პროცენტი უნდა იყოს ჯარიმა. მე ახლა ცნობისაც გეუბნები ძალიან კარგად მახსოვს 74 წელს ამ მანქანით გვირთა მოედაზე რაღაცა დარღვევა გავაკეთე, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ პატრული მოვიდა და ერთი მანეთი უნდა გადაიხადოს ჯარიმაო. და იცით რამდენი ვისაუბრეთ ერთმანეთთან, ერთი მანეთი ღირდა ჯარიმა. თან საათ გვირთა მოედაზე, კაცო, თან იმაზე გადამიყვანა ეს კუნძულები როა. და აღზევებით მუშაობა და მეუთხარი, კაცო, იმდენი მანქანები იყო დავიბელი მე. მაშინ თუ კი 1 ლარი ღირდა. აი ახლა 50 ლარი გაჩერებულ მანქანაზე უტიფრობა თან 2 მილიონი მანქანა არის. ესე 2 მილიონი კაც იმტერებს ეს ხელისუფლება. ამასაც ვერ ფიქრობენ. არც ერთი მძღოლი აღარ მისცემს მაგათ ხმას. სად 10 ლარიანი ჯარიმა სტაიანკაზე და სად 50-ზე აყვანა. ნუ არ ვიცი, იცით, აი ბეგრავენ რა, აი უნამუსო ბეგრაკერ ამოხაჩვა ფულისა მძღოლებისაგან. აი დიდხანს ვერ გაძლევს. მე თუ მკითხავთ დროც იქნება და დადგება რომ მთელი მანქანები გაიფიცონ და მე ნახონ ერთი როგორი არის ეს 50 ლარიანის გადახდა. ბატონო დავით, რეალური პრობლემა არის ის რომ მოსახლეობას ამ ქვეყანაში ძალიან უჭირს. აი შეხედეთ, ავიღოთ უბილეთო მგზავრებისთვის გამოწერილი ჯარიმები. 2026 წლის პირველს გაორმაგდა კი 20 ლარი გახდა და თუ დროულად არ გადაიხდე, მე 40 ლარი არის ეგრეთ. უყურეთ, მარტო 2026 წლის პირველ კვარტალში 850,000 ლარი ამოიღეს უბილეთო მგზავრებისთვის. ეხლა მე ვერავინ ვერ დამარცხნილებს იმაში, რომ ადამიანებს არ ეუხერხულება და არ წვენია თქვა თუ არ გადაიხდიან, ხო? მაგის უბრალოდ საშუალება აღარ აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, თორე შეუძლებელია რომ 1 ლარის გულისთვის ადამიანმა თავი ჩაიგდოს იმ მდგომარეობაში, რომ დააყენონ შუა ქუჩაში თა რომ მიესევიან ეს არ მინდა ეხლა კონტროლიორები, ხო, რაღაცა სხვავებივით მიესევიან და ამ მთელი საზოგადოების წინაშე ბევრჯერ დამინახავს მოხუცი ადამიანია. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრს უბრალოდ ამ 1 ლარის შესაძლებლობაც არ აქვს და აი ამის გამო არის, თორე როგორც შეიძლება მილიონი ლარის ესეთი ის იყოს, ხო, ქვეყანაში უხერხულობას აგზნობდეს საზოგადოება, ანუ არ შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ საზოგადოების უპასუხისმგებლობას. მე ვფიქრობ, რომ პირიქით არის, მთავრობა არის უპასუხისმგებლო, ხელისუფლება
უპასუხისმგებლო ამის საუბარს არ მოვერიდები, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ჯარიმებიდან, საურავებიდან ესე 80 და 100 მილიონი ლარი საკუთარი მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოქონდეს და ამ თანხას არ მიმართავდე, ისევ ამავე მოქალაქეების კეთილდღეობისკენ, აგერ უფასო სასადილოების თემა ავიღოთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეს საკითხიც ამ ჩვენ საუბარში, იმიტომ რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს მოპარეს 3 მილიონი 9 ლარი. რაზეა საერთოდ საუბარი, ხო? გადაყურებულია ეს ჩვენ ინფორმაცია ჩვენ ხურით არ მოგვითრევია, მათივე უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა და დაიჭირეს ხალხი ამის გამო. ხო, მაგრამ დაიჭირეს კომპანიის წარმომადგენლებს. ყველაფერი შესასვლელია ნიკა და ერთ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ რა 3 წუთი დამჭა. რაღაცა ჭირთა სამარშრუტოებს ახლა ჩემი თანაშრომლები ძირითადად სამარშრუტოებით მოდიან უფრო სწრაფადად და იმიტომ და ფაჟრებს ვერ აღებენ იცით რაღაცა ეს საშინელება ხდება ამ სამარშრუტოებში და ეგება რაღაცნაირად მოიფიქროს ან მერიამ ან ვინც არიან ამ სამარშრუტო ხაზის ესე თქვა მონიტორინგს ვინც ატარებს ფანჯის გაღების უფლება უნდა ქონდეთ მათ არ არის ეს სწორი იცით და ძალიან ბევრი რაღაც ამ მიმართულებით ეს არის რა მოსაჩხრე კი არის ადამიანი პირველი ისა ნომერ პირველი პრობლემა უნდა იყოს როგორც გადაადგილების დროს, კორნალობის დროს, ასევე მისი ქცევის დროსაც ყველაფერში უნდა ადამიანს უყურებდე და არა სტატისტიკურ მონაცემს, რომ ჯარიმას ამდენ მოუმატებ ამ ხალხს. არ არიან სწორი და თქვენი აზრი მაინტერესებს, გამოსავალი რა უნდა იყოს, რომ აი ეს იდიოტოკრატია დამთავრდეს. ბატონო დავით, ამაზე ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს, იმიტომ რომ უკვე ამ 14 წლიანმა მმართველობამ ქართული ოცნების ხელისუფლების ეს დაადასტურა. გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შექმნა სისტემა, რომელიც ხალხს კი არ ემსახურება. ხალხი ჩააყენეს პირიქით საკუთარი პარტიული და პირადი ინტერესების სამსახურში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიუჯეტის შევსების ცივი მექანიზმი გახდა ეს ჯარიმები, საურავები, მოსაკრებლები, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ივსებოდეს ეკონომიკური საქმიანობით, ეკონომიკური ეფექტით, ინოვაციებით, კეთილდღეობით, ბიუჯეტი ივსება ისევ მოქალაქეების ჯიბიდან, ანუ სისტემა კი არ მუშაობს მოქალაქეებისთვის, სისტემა მუშაობს მოქალაქეების ხარჯზე, ისევ იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება გადამტკიცოს. აი ამ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ მოსახლეობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი.